მეგობრებო, უნდა გაიკეთოთ ახლა ესეთი გაშლა. გავიგოთ თქვენი პარტნიორის გრძნობები თქვენთან მიმართებაში. ვიზის გაინტერესებთ, მისი გრძნობები როგორია თქვენთან მიმართებაში და სინამდვილეში რას გრძნობს, გეუბნებათ, არ გეუბნებათ, რას გეუბნებათ, ეს სხვა მომენტია. ვეცდები ახლა ჩავიხედო მის შიგნეულში, მის ემოციურ ფონში და გადმოგცეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც მომცემს მაღალი ძალები, რომ მოგაწოდოთ. იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა და საერთო გაშლა ყველაფერი არ ემთხოვა, შეგახსენებთ, მაინც მიწევს ხოლმე ამის შეხსენება. პატარა იდენტიფიკაციას დააუკვირდით ხოლმე, საერთოდ დაუკვირდით ხოლმე იდენტიფიკაციას, რამდენად შეიძლება რომ თქვენი იყოს ეს გაშლა და აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტი მაინც უყურეთ ბოლომდე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა საჭირო ინფორმაციები მაინც მიიღოთ ხოლმე გაშლებიდან და ლაიკები ენერგოცვლისთვის თქვენი გამოწერა გვერდის გაზიარება, ეს ყველაფერი არ დაგეზაროთ. მადლობა ყველას ჩადებული თქვენი ენერგიების და სიყვარულისთვის. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში, რომ მიხვდეთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი? რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში? ხმალია, აქ საუბარია კონფლიქტურ სიტუაციაზე, სადაც ვერ შეთანხმდა მხარეები, რაღაცნაირად კონსენსუსს ვერ მიაღწიეთ, ერთმანეთის ვერ გაიგეთ, ერთმანეთს ბოლომდე არ მოусმინეთ, ან მოусმინეთ, მაგრამ პასუხზე იყო, შეიძლება რაღაცა პრეტენზიაზე მოდიოდა, ერთი მხრიდან თუ იყო, მეორე მხარემ კი არ გადაყლაპა, უპასუხა, გამორიცხული არ არის დიდი კონფლიქტური სიტუაციებიც ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ომი არა იმიტომ რომ მოკლა მეორე პარტნიორი, არამედ იმიტომ რომ გაიმარჯვოთ თითქოს. თუმცა მე ხუთიან ხმლით არასდროს გამარჯვებული მხარე არ არის ამ კარტით, მინდა გითხრათ, არც თქვენ და არც თქვენი პარტნიორი გამარჯვებას ვერც მიუახლოვდით. შეიძლება ეს ისეთი მომენტი აი რომ კეთილად რომ შევადა, რომ ბრძოლა გაიმარჯვა შეიძლება, მაგრამ ომი წაგებულია. ანუ ყველა ვარიანტში ორივე მხარე არის წაგებული. ამ ერთმანეთისთვის ნათქვამი სიტყვებით, ერთმანეთისთვის ნატკენი გულით და ზიხართ ახლა ეს 4-იანთასით. დეპრესიაში, მოწყენილობაში, არაფერი არ გიხარიათ, ზიხართ და რაღაცას ფიქრობთ, აანალიზებთ, აი მე რო ეს უთხარი, მან რატო ესე მითხრა და რატო სხვა რამე უფრო კარგი არ მითხრა, თუ მოკლედ დეტალებია ყველაფერი და ხა ზღაპრების მოყოლას არ ვაპირებ, რომ რაღაცნაირად იმას რომ თქვენ გაიმარჯვეთ ამ სიტუაციაში, თუნდაც გამარჯვებული როგორც გითხარით ამ სიტუაციაში არ არის. ორივე ხართ მოწყენილობაში, დეპრესიაში, არაფერი და არავინ არ გახარებთ და იუსტიცია მოდის მე-20 მაღალი არკანი, ასევე ეს არის რაღაცნაირად დაბალანსება შენი ემოციური ფონის, დაბალანსება იმ ადამიანის შენი ვინც ხარ, ვინც იყავი, თუნდაც მის გაცნობამდე, თუნდაც იმ დეპრესიის მდგომარეობამდე, რაშიც ახლა თქვენ თავს გრძნობთ 4-იანთასით, რომ მოწყენილობაში და დეპრესიაში ხართ, რომ არავინ და არაფერი არ გახარებთ, აი იქამდე როგორი იყავით, იქამდე ვინ იყავით და თითქოს აი ნახეთ სალამურია თუ არ ვიცი, რაღაცაზე უკრავს გოგონა, რაღაც თავისი სულიერი ერთგვარი სიმშვიდის აღდგენა სურს, მისი პიროვნების აღდგენა სურს, მას ენატრება ის პიროვნება, ვინც იყო აი ამ დეპრესიებამდე, ამ ჩხუბებამდე, აი ამ მომღიმარი სახით და დალაგებული გამომეტყველებით და სულიერად დაბალანსებული, აი ეს პიროვნება ისევ უნდა რომ აღდგეს მას მის ცხოვრებაში, ანუ თავის თავზე არის აქ საუბარი, ეს თქვენი კარტია სავარაუდოდ და გაშლა ჩემი ორივე გაშლები არის ორივე სქესისთვის შეგახსენებთ, მამაკაცებმა მოიგეთ ხოლმე თქვენ თავზე. თითქოს აი ამ დასასრული ტკივილისგან გინდათ განთავისუფლდეთ და დასრულდეს აი ეს კონფლიქტები, დასრულდეს საერთოდ შეხლა შემოხლა, ესეთი რაღაცა სიტყვაზე ერთმანეთზე წამოკიდება და აი აგრესია და გაურკვევლობა გინდათ მოიყვანოთ ბალანსში. თქვენი სულიერი მდგომარეობა პირველ რიგში თქვენ სიმშვიდეს მიაღწიოთ თქვენ თავთან, რომ ნუ აი რაც იქნება თუ დასასრულებელია და ის დასრულდეს, მაგრამ მე ვიყო შვიდად დალაგებული და აი კონფლიქტში და დეპრესიაში კი არ ჩავიძირო, არამედ აღდგეს ჩემი აი ის
ის მე, რომელიც ვიყავი ლაღი, გახარებული, რაღაცნაირად სიამოვნე და ხალხთან კონტაქტი, ურთიერთობა, ყველაფერი, წადი, წამოდი და რაღაცნაირად სულიერ ბალანსს მივაღწიო, დავალაგო ჩემი ემოციური მდგომარეობა. ესეთ მდგომარეობაში ხართ ახლა, თქვენ შორის კიდევ მეორე შეიძლება პაუზაც იყოს რაღაცა ნაწილისთვის და ამ კონფლიქტის შედეგად გაურკვეველია დასრულდა თუ არ დასრულდა, მაგრამ პირველი თქვენი მნიშვნელოვანი თემატიკა არის, რომ თქვენ სულიერებას და თქვენ ემოციურ ბალანსზე ფიქრობთ უფრო მეტად, რომ დამშვიდდეთ, რომ დეპრესიიდან გამოხვიდეთ და დაასრულოთ კონფლიქტური სიტუაციები. მასთან დაასრულოთ, საერთოდ დაასრულოთ რაღაცა აგრესიის გამოხატულება, იმიტომ რომ თქვენ ესეთი არ ხართ, თქვენი წარმოდგენით, თქვენ ხართ მშვიდი, ლაღი, გახარებული, რაღაცნაირად სიყვარულის და სიკეთის მატარებელი ადამიანი და ეხლა იმ დაბალ ვიბრაციებში, რომელშიც ამ აგრესიამ და კონფლიქტმა ჩაგაგდოთ, ვერ ხართ როგორც თევზი ზღვაში, ვერ ხართ თქვენ ნაჭუჭში, არ გსიამოვნებთ თქვენი თავია ესეთი, როცა თუნდაც სარკეში იყურებით ესეთი მოწყენილი სახე და ამიტომ თქვენ თავს გინდათ, რომ თქვენი თავი გამოიყვანოთ ერთგვარად ამ სტრესიდან, ასე ვიტყოდი. თუ ვატყობთ, რომ სიტუაცია თქვენია, მაშინ გავიგოთ თქვენი პარტნიორის გრძნობები როგორია თქვენთან მიმართებაში, რას გრძნობს დღესდღეობით, როგორი გრძნობები აქვს. პენტაკლის დედოფალი ამოდის. ნუ პირველ რიგში ის რომ ძალიან ძვირფასი ქალი ხართ, მისთვის ძალიან ფასდაუდებელი და ეს არის პენტაკლის დედოფალი, ასევე მეუღლის კარტი, რომ შეიძლება ნაწილისთვის იყოს ისეც რომ მის სტაბილურ პარტნიორ მეუღლის სამომავლო მეუღლის კარტად აღიქოდოთ. ზოგიერთი შეიძლება ასევე არ არის გამორიცხული მეუღლეებზე იყოს საუბარი და ეს თქვენი ოფიციალური მეუღლე იყოს, ნაწილისთვის არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ პენტაკლის დედოფალი ეს არის მეუღლის კარტი როგორც წესი, ან მომავალი სამეუღლეოდ, ესეთი ძალიან ძვირფასი ფასდაუდებელი ქალი ხართ მისთვის, ქალი რომელსაც თავისუფლება იცის, ქალი რომელსაც გამომუშავებაც ძალიან კარგი შეუძლია მისი ფინანსების თუ ვიტყვით და ღირებულია, ყველაფერი ღირებული უყვარს, როგორც ტანის ამოსი, ასევე თაროებზე ჰარმონიულად მილაგებული სისუფთავე მის ოჯახში და ყველაფერი რაღაცა სტაბილურად და დაბალანსებული ოჯახში. 4 ჟეზლის სტაბილური მისი პარტნიორი ხართ ყველა ვარიანტში, მისი გრძნობით ხართ სტაბილური ქალი მისთვის, სტაბილური ქალი, ესეთი ნათქვამია ცოტა უხეში. სტაბილური ფასდაუდებელი, თუნდაც ამ კონფლიქტმა ვერაფერი ვერ გადაწონა იმისი და უფრო ცუდი თქვენზე წარმოდგენა არ შეექმნა ამ კონფლიქტიდან გამომდინარე, სტაბილურად მისთვის ღირებული ქალი ხართ. იგივენაირად 4 ფუძე უნდა თქვენთან ერთად თუ თქვენი მეუღლეზეა საუბარი, ისევ ამ სტაბილურობის, ამ 4 ფუძის შენარჩუნება უნდა თუ თქვენი მეუღლე ჯერჯერობით არ არის იმ ადამიანებისთვის და საერთოდ პარტნიორია უბრალოდ, იმ ადამიანებისთვის თქვენთან საფუძვლიანი კავშირი და მყარი კავშირი ისევ უნდა, ანუ არაფერი გარდამტეხავი ამ კონფლიქტის შედეგად მის ცნობიერებაში, გრძნობაში პირველ რიგში არ მომხდარა. თავად ამოდის პენტაკლის მეფეც კი, როგორც გითხარით, დიდი ნაწილისთვის ეს არის ოჯახური კავშირი, 4 ფუძე, სახლი, ასე ვთქვათ, პენტაკლის დედოფალი და პენტაკლის მეფე, მაგრამ შეიძლება იყოს პარტნიორებზეც, რომელსაც აქვთ სტაბილური ესეთი მყარი კავშირი, სტაბილურია მისი გრძნობა თქვენთან მიმართებაში. ის რომ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს როგორც მამაკაცმა ჩადოს ამ ურთიერთობაში, ოჯახურ კავშირში თავის პასუხისმგებლობა ფინანსური მხრივ, გადასახადების მხრივ, თქვენთან მოვლის მხრივ, დაგაფასოთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს წყვილი მიწისტიქის წარმომადგენლებიც იყოთ, ასე ვთქვათ, ან ერთ-ერთი იყოს მიწისტიქის წარმომადგენელი, საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი. სტაბილურად უნდა მას ყველაფერი ჩადოს თავისი რესურსი მამაკაცური ამ ოჯახურ სტაბილურობაში. ბევრი სტაბილური სიტყვა თქვი, მაგრამ ესეთი ენერგია მისი გრძნობების მხრივ, რომ უნდა მოუფრთხილდეს, უნდა შეინარჩუნოს ეს სტაბილურობა და ეს ენერგიული ფონი, მისი პასუხისმგებლობა ყველა ვარიანტში თქვენთან მიმართებაში, თუმცა შეიძლება ახლა რაღაცა რუხი კარდინალივითაც იყოს და რაღაცა ერთგვარი ხობე კონდეს თქვენთან მიმართებაში აშენებული, რომ თითქოს თავს
გაჩვენებდეთ, რომ აი რაღაცა დისტანცირებულია თქვენთან და ახლოს არ გიშვებთ, მაგრამ ორი ამ პენტაკლით ადამიანი რაღაცნაირად ახალ გეგმას საზღვრავს, ასე ვთქვათ, როგორ უნდა მოიქცეს, აწონდაწონის რეჟიმშია და მისი გრძნობები პერიოდულად შეიძლება რაღაცა ემოციური ფონი ეცემა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეათე მაღალი არკანი ამოდის. ეს არის თქვენი